Şikinetso, Jimmy Beach. Vasio, ama samogitsli var daha sulu bavşubi. Samogitsli esse. Aha. Aba ziline bisa. Esse. უსაფრთხოების მიზნით აი ესე всё წავედით აბა მისათხართ ერთი ადგილზე ორი ადგილზე სამი ადგილზე მეოთხე ადგილზე ისინი შიგნით ტუპით სიქარის ჩემი ლამაზები ვინ არიან? ინდა უშთუოდეს მე მოვეფერებოდი არ საერთოდ არ მეგონა მოტრიალდი შენაბა ჩემთან ჩემი ლამაზი და ჩემი დახატული რასე გეხარ დედაც ლამაზი ეს რა გაკონციალია ჩემი სიმპათიური ვინ არის ჩემი მოიცა ეგ ბუმბული რო გაგხობე გარჭყული მოგაცალო აი ეს ჩემი ქალბატონი დავით მოტორი გავთიშოთ ისანთია გაუმარჯოს საღამო მშვიდობის ხალხნო და ჯამაათნო მე თუ საზამთრო ჭამე და გავსკდი არ მომეჭამა ამაში წყალი ხოა დღეს ეყოფა კი ამავატრიალოთ ჩვენი პლასმასის კრუხი გადადიწილები ანუ ეს მონიშნული მხარე უნდა მაღლა ვყოთ წერა TikTok-ში ლაივი მქონდა ჩართული ცოტა ხნით დათვის ფორმით ოღონდ რატო ზოგს ძალიან გონია რომ ეს TikTok-ის ლაივი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა ზოგადად რატომღა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ TikTok-ს ეგრე არ არის მშვენივრად გასართობად შევედი გავეხტე კიდეც დავტესტე ესა რა ქვია ჩემი ფორმა გახო განახლება გავუკეთე დათუნიას ფორმას ცოტა ხანი გავანიო ზმეიკა დავაკერე რა ხო და მაინტერესებდა ჩავიცვი და 1-15 წუთი ვიყავი ალბათ 20 წუთი ჰა მაქსიმუმ ხო და კარგად ვიხალისე რა ინდოელი იყო სასაცილო რომ შემოვიდა პაკისტანელი უბრალოდ დათვის ფორმით რომ დამინახა ესეც ეს შემოვლა ყველაფერი გაკეთებული მაქვს ყველანი დაბინავებულები არიან კატებსაც კი რა ჭამი აქვს აუ ეს უნდა წავიღო აი ეს არის ინდაურის საჭმელი აი ეს ხოდა ოსზია იონე რომ მომერეში აი ჩავდებ ყველაფერი შემოძრეს იქედან კარი დავხურო და გავიდეთ და ავიდეთ თვალე მაქვს აქ ჭუჭელთ ხო დავრეცხე კი ამებს ხვალ დავაბინავ всё აქ ვიყურებ ხოლმე რომ ხშირ შემთხვევაში პატარა კატა მემალება ხოლმე და მასე რო არ იყოს всё შემოლა დამთავრებული ავიდეთ მაღლა ახლა ფისოებს ნაჭამი აქვთ აბა ჰე
всё. Писюния, давай. აქ ჩემი ობოლაზის. ეხა ზემოთ. წევან. აქ ფენდის არ ეცს და აი ნახეთ. ბოლომდე გავუკეთე ზმეიკა. და დავტესტე ჩემი დათუნი. და სხვა შორის ძალიან კარგად გამოიყურებოდა TikTok live-ში. წეგან ფენდის არ ეცხს და ჩემი მეზობელი შემოვიდა და დავლიეთ ყავა. და ამიტომ დავიწყოთ. ეხლა ნახე როგორ სერიოზულად უნდა დავფინო სარეცხი ჩემი ქალობა უნდა განავა. ხვალამდე მაინც მშრალი იქნება და არ გავუკეთებ იმებს. შპილკებს და არც ტრადიციული მეთოდით არ დავფენ. როგორც გადავფენ, ეგ იქნება რა. ეს აქ გავწიოთ. ესეც. ანუშკი ყავდა. ყავა დავლიეთ, ვიჭუქჭუკეთ, ვიხუხუნეთ, მომიტანა თავისი გამომცხარი ლობიანები და ხაჭაპური. ხაჭაპური შევჭამი და ლობიანიც. ანუ არ გეგონოთ რომ რაღაცას არ ვჭამ. მაგრამ ის მე აღარაფერი არ მიჭამია მარტო. და ქვია იმას საზამთრო ვჭამე და გახეთქვა საوار. ხო რა შეეხება დათუნის ჩაცმას. ამ სიცხეში ძალიან მაგარი ის არის დასაკლებად. მართლა. ჩაიცვი 1-2 რო გაიხდე 1-2 კილო დაკლებული გექნება. ანუ არ არის რა ის. რა ქვია იმას. საგან საზაფხულო არაა ეგ. ეს არ არის საზაფხულო, არა, ჩემი დათუნია. ისიც დაშრა სამსახურის ტანსაცმელი ისე რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვათ რომ ზეგისთვის ვარ მზად. ესეც ესე. всё. ეს რატო ამობძანდა აქ? ჩემი ვაჟკაცი. ჩემი სიხარულის ბიჭი ვინ არის? ბიჭო ძალიან ვინ მიყვარს ბიჭო? ბიჭო ძალიან ვინ მიყვარს ჩემი ბიჭო? ჩემი ბიჭოა ეს. აი. ნახრავი ბხო. დაიპოვე. რა? როგორ ხარი? აბა, დააპაუზეთ და ხანი. დაიჭება. მეც დავიჭდე. ესე იამაგიდას რატო დაათრე? ეგ იყო და ცოტა გამოვწიე რომ ვწდება. მაიკო აგე? შენი ნაჩუქარი რაღაცებით? მაგარი სუნი აქ. ასეთი რიცხვი იყიდება იუედროში რო ეგეთი სუნი. გააკეთა. პური. გააკეთა ის რა არის სალათის ფოთოლი? ხო. სალათის ფოთოლი. ქუნა ჩაიდოს. ხო. სამაგ. სალათის ფოთოლი, შენი ნაჩუქარი, პამიდორი, ეს ყოლობა არის. ეს შლი ხოლმე ამას თან? ხო. ყველი. ესე ძალიან თხელია. გუშინ სპაგეტი და ეს ის არის ხორცი, ხო? ხო. კატლეტი და პურის ძირი. ой, დაიცი როგორ დავაწყო ახლა. და ფრი. ამის მიხედვით ხარაც. ხო, ეს არის ფრი. პური, მერე ხორცი, ეს ყველაფერი ეწყობა, ნუ ამ პლასტელინით. და დაიცა ხალხი. აი. ვიც ავაწყო. ეხლა რა, ყველი?
ხო, ყველი მე უნდა პომიდორი და ხელი როგორით გააკეთე? რა ჩემით. ძალიან მასარაკის. პომიდორი, სალათის ფოთოლი და პური. სალათის ფოთოლი. მოიცა ცოტა ამიცდა. და პური. პურის ზედა მხარე. მე ეს უნდა გავაკეთო. Free, ეს არის McDonald's-ის მენიუ. სული მომეწონა. ვაი. საღამო შემოვლა მქონდა გაკეთებული. მოიცადე ეს რამდენი ხანი უნდა მედოს. ჩავდო ესეც. გარეთ ვაუთოებ, გარეთ ვაბინავებ. დღეს ჩემი მეზობელი ანუშკის უნდა ვაჩუქო ეს გარდირობი რა, ხა რომ ჯერ სანამ რამეს გავაჩუქებ ხოლმე, ჯერ პირველი ვისაც ვეუბნები არის ანა. ხო და, უი, არ ბარიადაბლა. ესაო. ანა როგორ მოხვედი? იმით. რა ქვია, კაცო? მეტრიანით მოვიდა გაზომა. ხო და ჩაიტევა თუ არაო. ნინო ჩაუწი ცოტა. ხო და მე მგონი ჩაიტევა. ეძინება. წამალი დალიე? ხო. ცოტა ძალიან ადრეა. ესე ძალიან ადრეც არ მინდა რომ დავიძინო, მაგრამ თან წელი მწყდება და ხა იმან ჩაუწიავითო. დედა სმენასთან დაკავშირებული პრობლემებია. TikTok. რატო შემოხვედი? ძალიან თოყოლელია რა უკნა. ჩემი ბიჭუკელა ეს. ნინო! მოდი ერთ წამს. მე შუქი მედაბლება. აბა ამის მერე რო შუქია ისაანთე. ნელა ოღონდ კიდე ამის მერე. ესე რა. ის ძალიან მედაბლებოდა. ეს გავუშ ცოტა ხანი. დავამთავრებთ ამ ცოტა ხანში და წავკვდებით. მე იქ როგორ ვიჭერს მეთქინდა დებილო. ვაჭამეს სულ ყველაფერს შემოვლა გაუგეთ. ესე იგი ტუპი ერთ სული აქ რო პური მივცე ხოლმე, როგორც კი მივცემთ, აი როგორც თაროზე დაალაგო 3 ცალი მასეთი ნახევარი პური ულაგი არ ჭამს. არადა როგორც აი რავი მუთაკა ეგეთი არის ჩაკიტრული. ამიტომ შენ ჩამოგეძინე, შენ ჭამე რო დაგიყარე ხა ფისოების საჭმელი და 5 ლარად და 5 ლარა სხვა შორის კაი წონა მოვიდა. დღეში ერთხელ ვაჭმევ ხოლმე იმ საჭმელს თორე პური რძეში უყრი ხოლმე პურს. გახსოვთ ერთი 3 კვირის წინ ვიყიდე რძე 2 ცალი ლიბრეში და 1 ცალი მანიქაშა გავაკეთე. მეორე ესე იყო და ემთხვა რომ მარხვა რო დაიწყო დამრჩა 1 ცალი და სადღაცას 2 დღეში ერთხელ პურს ვუყრიდი ხოლმე და ვუწონწილებდი რა რომ ვიტყვიან. წყალსაც ვუმატებდი ხოლმე სურძე ვიხამთრათ ეგ რძე ხო არ არის და მაინც რომ ისა სურძე არ მიმეცა რა. იმიტომ რომ ძროხის რძე ზოგადად უშლის კუჭს, კნუტებს და ნახევარ წილს ვადლებდი წყალს პურს ვუყრიდი და ჭამდნენ და ეს ხო ძალიან პატარა მყავს, პატარა არის, უბრალოდ ტანიაკ დიდი თორე ძალიან პატარა ბავშვი არის და ისა ჩემი პატარა და ეს პირველია ხოლმე რომელიც ჭამს. ეს ძალიან თბილი არ დაგიზიანებს არაფერს. ის გოგო ველური მყავს. წეთდი ახლა შენია ყოფნა არ შეიძლება, კაი?
ისე ხვალე კვირა დღე იყო, კვირა ხვალ. კი. წესით მამიდასთან უნდა წავიდე. წესით დღეს უნდა ჩავსულიყავი წესით. მაგრამ იქნებ ხვალე ჩავირბინო. ეს მაქვს ტრადიციად რა, რაც მამიდა ჩემი წაიგდა და კინაღა მენჯიდან ამოიგდო თავი. კვირაში ერთხელ ჩავდივარ, რომ მუშაობ ხოლმე რა მაგის გამო. წეს თუ ხშირად ჩავდივარ, მაგრამ ესე ვახერხებ ხოლმე, ხო და იქნებ ხვალე ჩავიქროლოთ მე და ნინო. ოღონდ ყავაზე არაფერს არ ვჭამ. დღეს ისა ჩამოდიო ხაჭაპური გავაკეთოთო და არ ჩავალე. მაგრამ სახში ვჭამე ხაჭაპური. დედი. ამას ქვია, არ ვიცი რა ქვია. ხო, წეღან შორენამ გამახარა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღეს საზღვრებს მიწერს ხო. რათ მოდიხარ სველი თავით და შეესეთო და შეისეთო და ნეტა ეხლა მაცემინა და ნეტა ეხლა და ნეტა ეხლა და ნეტა სამარცხელი დადო და ნეტა თმა დაივარცხო და ნეტა თმაზე ხელს ნუიკებდებ რაღაცა ესეთმა კრიტიკოსმა დამიწერა რომ ხო რაღა დაგიმალო და სახესეო დაგეტყო გახდომაო ხო და შევიფერე მეც რა ერთი სული მაქვს ხა სამშაბათი დღე მოვიდეს. არა მგონია რომ სასწორზე დაეწერო 69, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს. რომ თუ არ დაეწერება ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, მაუცი აუცილებლად დაეწერებ. ანარა და მე დავაწერ კაცო იმით მარკერით. და არ ჩავთავისე დავდგები. 69 და 00. ან 69 და 99. დაბლა ხელს ვაფაცუნებ და იმას უყურებს ეს ბავშვი. ნინახი რა ზოყორელია, ნახეთ ხალხნო, ნახეთ. პატარა ბავშვია, თქვენ გონია კატა ესა არ არის კატა. უბრალოდ ვიზუალურად არის კატა, თორე არ არის. ჩემთვის ძაღლზე თბილია ეს. ძაღლიც ხო ძალიან მიყვარს, მაგრამ ძაღლზე ტკბილია და ძაღლზე თბილია. ხო დედი. შორინამ რა იცის რო კარგი ბავშვი ხარ, თორე რა გინდა? რატომ მომხსენი? რატომ მომხსენი შვილო სათვალე? შვილო დედი სათვალე რატომ? მომხედი სათვალე რატომ მომხსენი? რატომ მომხსენი სათვალე? რატომ? ეს რატომ მომხსენი? მე მიყვარს ეს გადარევუტადი. მიდი. მე დავთავრე. თითქოს ისე გეხმარა მოვიდე. ამას соусია. ეს соусია. კეჩუპი. ცოტა ხანი ჯერ კი ადრია შეიძლება ითამაში. მაგეებს შლი ხოლმე ისე. ხო, რომ ჰაერი არ მოხდეს და მე შრება და შლის ისე ვედრაში ალაგებს. და მე ასე რომ რადგან ის მატრასი ნინო ავაგდე იმ მატრასიდან ორივე ვიძინებთ აქ და ხან რო გავიხედავ ხოლმე კისერზე თავზე ზედმაწევს ხოლმე გავშალოთ მე მაგრამ ეძინება და ნინოსი რა გითხრათ დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და ვეცდები რომ დილთადრე ჩავწერო და ისა საღამოთიც ისე რა დროულად და დღეს ისა დათუნიას გარემონტებას გადავყევი და მაგრამ კაი საქმე მოვიცილე რომ იგივე გულში ხინჯათა მქონდა რომ ვეტყვიან მიგდებული მქონდა და არ დავამთავრე და ეხლა всё მზადაა გამოძახებისთვის
დროებით მოვალ ვიდეომდე გემშვიდობებით. კარგად, ხვალ ყავამდე. აბა ჰე.